ის ამბები პოლიტმეტრის საზომში საავამშვიდობისა. იაფის სესხები სოფლის მეურნეობაში. სესხის მაქსიმალური განაკვეთი 8%. ეს საშუალებას მისცემს ყველა ბიზნეს ორიენტირებულ ფერმერს, რათა მათ ის რესურსი მიიღონ, რომელიც მათ კონკურენტუნარიანი წარმოების საშუალებას მისცემს. თუ ასეთი საფოსამოვნო საქმიანობა დაფინანსებული იქნება, ანუ კრედიტი გაიცემა ბანკის მიერ, ჩვენ ავტომატურად 3% განაკვეთის დიდ ნაწილს დავაფინანსებთ. გაიხსნება თუ არა 60 ახალი საწარმო. როგორ უნდა მოიქცნენ სესხის მიღების მსურველი ფერმერები? პოლიტმეტრში დავით კირვალიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა დოლიძე, ექსპერტი სოფლის მეურნეობის დარგში, ნინო ზამბახიძე, ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, TBC ბანკის გენერალური დირექტორი. საინიციატივო ჯგუფი მაუწყებელში შექმნილ გარემოს კრიზისულს უწოდებს. მე ვფიქრობ, რომ ბორდის არსებობა ან არარსებობა ამ დროს საზოგადოებრივ მაუწყებელში არ იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის, რადგანაც სახეზეა მართვის კრიზისი. ჩვენ თუ გავაკეთებდით გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და იქ გამოხატავდით საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ მდგომარეობას, ამის გამო ჩვენ პროფესიონალ ჟურნალისტებს, რომლებიც ინფორმაციას მივაწვდით მოსახლეობას, აგვეთისრებოდა და სანქციები, ანუ ხელშეკრულების გაჩერება. მაუწყებელი გარდამავალ პერიოდში დაარეგულირებს თუ არა ახალი კანონმდებლობა საზოგადოებრივ არხზე წლების განმავლობაში შექმნილ გარემოს. დისკუსია პოლიტმეტრში. გოგა ჩართულანი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე. ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი. მამუკა ყუფარაძე, სტუდია რე. ენდეთ პოლიტმეტრს. სახელმწიფო სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი იაფის სესხების პროგრამას იწყებს. პროექტის ფარგლებში 3 სხვადასხვა კომპონენტი განიხილება. პირველი გამიზნულია მცირე ფერმერებისთვის. ეს არის სასაქონლო განვადება 5000 ლარამდე. მეორე კომპონენტი გათვალისწინებულია 5-დან 10000 ლარამდე საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის 8%-იანი განაკვეთით და 2 წლამდე შეღავათიანი პერიოდით. მესამე კომპონენტი კი იმუშავებს იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ სასოფლო სამეურნეო საწარმოები, ისინი მიიღებენ 7 წლამდე შეღავათიან კრედიტს, საკრედიტო თანხა შეადგენს 1 მილიონამდე ლარს. 3%-იანი შეღავათიანი განაკვეთით ამ კომპონენტით გათვალისწინებულია მინიმუმ 60 საწარმოს გახსნაც. პოლიტმეტრი ამ საკითხზე დღეს თქვენ უკეთ ინფორმირებას შეეცდება. დავით კირვალიძე სტუდიაში, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ასევე ლაშა დოლიძე, ექსპერტი სოფლის მეურნეობის დარგში, ნინო ზამბახიძე, ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, TBC ბანკის გენერალური დირექტორი. მადლობა ძვირფასო სტუმრებო გადაცემაში მონაწილეობისთვის. საუბრობთ დავით. საუბრობთ. როდის იწყება პროგრამა, აი ვთქვათ, ვარ რიგითი ფერმერი. აი რიგითი მოქალაქე, რომელიც ახლა ზის ტელევიზორთან, მოდით დავიწყოთ ნულიდან და არ ვიცი არაფერი. როგორ უნდა მოვიქცე? კეთილი. პირველ რიგში პატარა დაზუსტებას შევიდან 5-დან 100000 ლარამდე და არა 10000 ლარამდე ეს მეორე კომპონენტი 100000 ლარამდე, რომელიც 8%-იანია. როგორც მოგეხსენება, დღეს იყო ამ პროგრამის პრეზენტაცია, ოფიციალური ანონსი გაკეთდა. 13 პარტნიორი ყავს კერძო სექტორიდან, საფინანსო სექტორიდან, 11 ბანკი და 2 მიკროსაფინანსო ინსტიტუტი. პირველ რიგში მინდა ყველა ამ ორგანიზაციას მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ ეს არის ძალიან რთული და შრომატევადი პროცესის შედეგი და დაახლოებით 4 თვე მიდიოდა ამ თემაზე მუშაობა მათთან ერთად და საბოლოოდ შევჯერდით აი ამ სქემაზე, რაც დღეს გაცხადდა. თქო დავაზუსტოთ, ეს მათთვის მომგებიანი არის თუ არ არის? რა თქმა უნდა, ეს მათთვის არის საინტერესო, მომგებიანი, იმიტომ რომ არც ერთი კერძო სექტორის წარმომადგენელი არ გააკეთებს იმას, რაც მისთვის მომგებიანი არ არის. აქ არის ასევე გრძელვადიანი პერსპექტივა გათვლილი იმისა, რომ რეალურად ახლა ჩვენ შევდივართ იმ სეგმენტში, რომელიც წლების მანძილზე იყო აუთვისებელი, მიუტოვებელი და თუ არ ვწდები მე მგონი სტატისტიკის მონაცემებით, მთელი იმ საკრედიტო პორტფელიდან, რომელიც საქართველოში არის გადასესხებული, სოფლის მეურნეობაზე 1% მოდიოდა. მთელი რიგი პრობლემების გამო, ობიექტური და სუბიექტური პრობლემების გამო. და სწორედ აქედან გამომდინარე, რომ ეს პრობლემები ნათლად დგას და ეს არის გადასაჭრელი, იყო ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც
ერთი მხრივ უკვე სრულდება, ეს არის საგაზაფხულო ხნის პროგრამა და მცირე ფერმერების ამაზე გვისაუბრია ჩვენ და აღარ შევჩერდები. ეს გახლავთ მეორე კომპონენტი. სწორედ აი მეორე კომპონენტის გამოცხადება მოხდა და ხა თქვენ შეკითხვას დაუბრუნდა ცოტა გამიგდა და ეს ფერმერი აი მარტივად ბატონ დავით შეიძლება მაქსიმალურად მარტივად ვარ სურველი რომ 5000 ლარიანი სასაქონლო აქედან დავიწყოთ 5000 ლარიანი სასაქონლო კრედიტი მივიღო. ეს არის ყველაზე მარტივი სქემა. აქ ჩართულები არიან ძირითადად მიკროსაფინანსო ინსტიტუტები და კიდევ თუ არსებობს 3 ბანკი, ვინაიდან აქ ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია რეგიონალური გაშლა და რაიონში არსებობა სათანადო ფილიალის. ეს ყველაფერი რეალურად 5000 ლარამდე გამარტივებული სქემით მედის. ეს არის სასაქონლო განვადება. ფაქტურად ხვალიდან შესაძლებელი უბრალოდ ბანკების სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება ზოგიერთმა ხვალ დაიწყოს ზოგიერთმა ზეგან მაზეგ, მაგრამ ოფიციალური განაცხადი არსებობს, თანხმობა არის, მემორანდუმი ხელმოწერილია, გააჩნია ახლა ყველა სოციალური ორგანიზმია შიდა პროცედურა ამდენხანს დაიჭერს, მაგრამ მე მგონია რომ ეს ამბავი დიდხანს არ გადაიდება, ზოგმა შეიძლება ხვალიდანვე დაიწყოს გაცემა, ზოგიერთს უკვე გაცემული აქვს, მინდა გითხრა დღეს მონაცემებით, მაგალითად მე როგორც ვიცი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს უკვე გაცემული აქვს, მოასწრო, დაიწყო და მიმართვის შემთხვევაში ფერმერი იღებს სასაქონლო განვადებას, ანუ ეს ამ შემთხვევაში ფულს არ იღებს, მაგრამ იმ თანხის შესაბამის, რასაც თავად აარჩევს, ინვენტარს თუ ნედლეულს და 6 თვის თავზე აბრუნებს ანალოგიურ თანხას ყოველგვარი საპროცენტო დანამატის გარეშე. რა შედის ამ საქონელში? რისი გამოდანა შეიძლება? ცენზურა და ქიმიური საშუალებები, ვეტერინარული პრეპარატები, სათესლე მასალა, შეუძლია ყიდოს მაგალითად ხერხი, ნაჯახი, ბარი, ჩვენ ვთქვათ ფართო არჩევანი, რაც სასოფლო სამეურნეობი მოაშენოს ამით. ასე შინაურის მოსაშენებლად მეორე კომპონენტი გახლავთ, ეს 5-დან, იმიტომ რომ 6 თვეში ეს რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ საწარმოო განვადება, აი მეორე კომპონენტი 5-დან 100000 ლარამდე სწორედ გათვლილია იმისათვის, რომ ეს იქნება მეკროსხული ქათამი, ეს იქნება ღორი, ეს იქნება სანაშენე პირუტყვი, რომ შეიძინოს და თავეთი მცირე ზომის შიდა მეურნეობა გააშენოს. ხოლო თუ აქ ლაპარაკი არის კაპიტალური ფერმის გაკეთებაზე, დიდი მრავალსულიანი ფერმის გაკეთებაზე, ამისათვის მესამე კომპონენტი გახლავთ, რომელშიც 1 მილიონ ლარამდე არის შესაძლებელი სესხის აღება და რომელიც მაქსიმალური ვადით ბიზნესის პროფილიდან გამომდინარე შესაძლებელი იყოს 7 წლამდე და მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი იქნება 3%. უარის თქმის ფორმატები გათვალისწინებულია. აი მივედი მე ფერმერი ვარ, მინდა კონკრეტული ასე ვთქვათ, გრანტი არ არის ეს არის განვადება ან სესხი სხვადასხვა რომელ კატეგორიაში მოხვდები იმის და მიხედვით შეიძლება ბანკმა უარი მითხრეს და რა შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, ისე როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში განიხილება, მოდით ერთი რამე კარგად გავიგოთ. პირველი კომპონენტი, რომელიც 5000 ლარამდეა და მან ძირითადი სეგმენტი არის პატარა ფერმერი, მცირე ზომის ფერმერი, რომელიც ახ ბიზნეს გეგმის წერით და იმით ვერ დაგავდება. რადგან მას თავისი რთულობები აქვს ამ ყველაფრის შექმნას. მისთვის ეს აქ აუცილებელი არ არის. აქ არის საჭირო დამადასტურებელი, მას აქვს მეურნეობა, თავისი მიწა და შესაბამისად კონკრეტული საჭიროების და მიხედვით იმის და მიხედვით რა ფართობი აქვს, ბუნებრივი ეს ყველაფერი ცნობილია, კეთდება გამარტივებული წესით. რაც შეეხება საწარმოს გახსნას, ეს იქნება გადამამუშავებელი საწარმო, იქნება სასაკლაო, იქნება სამაცივრო თუ ასე შემდეგ, აქ ჩვეულებრივი ბიზნესი ჯანსაღი პროექტი უნდა მივიდეს, ის რომელიც ბანკის მიერ იქნება ჩათვლილი დაფინანსებადად. ჩვეულებრივ რეჟიმში როგორც მიდის ბიზნესი, მაგრამ აქ არის დამატებითი მომენტი, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის ფონდი რისკებს ამცირებს და ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც შეიძლება იყოს 15, ჩამოყავს 3-მდე. თუ უკეთესი ფონდის ხარჯზე. ანუ თქვენ ფონდი თანადაფინანსებას აკეთებს საპროცენტო განაკვეთის. ზიგ პროექტი, რომელიც მოეწონება ფონდს და ბანკს ერთობლივად ის ფინანსებს. ბანკს. აი რა პროცედურა აქვს ამ შემთხვევაში გასავლელი ბიზნესის? ჩვეულებრივი სტანდარტული ბიზნეს პროცედურა, რომელიც ყველა ბანკს აქვს თავისი მეტნაკლებების სპეციფიკით, მაგრამ ეს ბანკის პრეროგატივა და მინდა გითხრათ კარგად. სესხის დროს დღეს იყო შეკითხვები, რომ ხომ არ დაგჩაგრავენ, ხომ არ იქნება რაღაც ესეთი ხელაძრებით უარის თქმა. რა თქმა უნდა, ხელაძრებით უარის თქმა არ იქნება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ბანკი არ მიიღებდა მონაწილეობას. ხო, ის ვინც მონაწილეობს, ყველა მზად არის ამის განსახილვად, მაგრამ როდესაც ბანკი კითხვას სვავს, სთხოვს რაღაცის დაზუსტებას, გაუმჯობესებას, გულწრფელად მინდა გითხრათ, ეს არის სესხებლის ინტერესშიც, იმიტომ რომ ჩვენ ერთ დღეს რო წარმოვიდგინოთ, რომ ბანკები გადავიდნენ ჭკუიდან და ესე ხელაღებით გასცეს ყველა მსურველზე სესხი, ხომ? დიდი ალბათობით დაუხვეწავი ბიზნესი ჩავარდება და შემდეგ ან ეს ბიზნესი დაეკარგებათ, ან გეროვნებაში ჩადებული ქონება შესაბამისად
აქ საუბარი არის ბიზნესზე. ეს არ არის ჰუმანიტარული დახმარება, ეს არის ბიზნესის განვითარება, ეს არის ახალი პროდუქტის და საერთოდ ახალი კულტურის შექმნა, რომელსაც დაჭირდება წლები, მაგრამ ეს არ ყოფილა. და ამ შემთხვევაში თუ კი მე ვარ ბიზნესმენი, ჩემი პროექტი დაადასტურა ბანკმა, მოიწონა და სესხი არის ვთქვათ 14%-იანი, 15%-იანი. 2% გამოგივათ თქვენ გადასახდელი. დანარჩენს გადაიხდის ფონდი, ანუ სახელმწიფოს მიერ შექმნილი ფონდი. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი გადაიხდის პარალელურ რეჟიმში თქვენ შეგიძლიათ გრაფიკი, რომ იხდით ამ გრაფიკის მიხედვით, რომ როგორც კი გადაიხდით თქვენ წილს, ეს იქნება 3, 2 ან 1 პარალელურ რეჟიმში ფონდიდან მოხდება თანადაფინანსება. მე გამომდის ნაკლები პროცენტი, ბანკს გამოსდის საკმაოდ კარგი პროცენტი, ისეთივე როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში იქნებოდა. არა, არ იქნებოდა ჩვეულებრივ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში შეთანხმება არის მიღწეული, რომ აი ამ დიდ პროექტებზე მაქსიმუმი არის 15. ანუ თქვენ თუ ფინანსდებით, ღებულობთ ან 15 ან 14 ან 13. 13 შემთხვევაში 1% გამოვიდეთ უკვე გადასახდელი და აქ ვადაც საკმაოდ ხანგრძლივია. მოდით ჩავრთოთ ბანკი, TBC ბანკის წარმომადგენელი ყავს ჩვენ გენერალური დირექტორი დღეს სტუმრად საღამოშიდობისა ბატონო ვახტანგ. ჩვენ გვახსოვს პერიოდი სულ ახლოს წარსულში, როდესაც ბანკების ენთუზიაზმი ხშირად, როდესაც ასეთი სიით იყო ხოლმე წარმოდგენილი რომელიმე პროექტში დაკავშირებული იყო პოლიტიზირებასთან, თემის და თქვენ ხშირად მაინცსა და მაინც შესაძლოა არა საკუთარი ნებიდან გამომდინარე იღებდით სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობას. რა შემთხვევასთან გვაქვს ახლა საქმე? ამ შემთხვევაში როგორც მინისტრმა ისაუბრა, კარგი არის ის, რომ მონაწილეობს ბევრი ბანკების საკმაოდ დიდი რაოდენობა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტები. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში არის კონკურენცია. ანუ ნებისმიერ პოტენციურ სესხებელს შეუძლია განაცხადი გააკეთოს არა მარტო ერთ ბანკში, არამედ რამდენიმე ბანკში და კონკურენციის პირობებში არჩევს მისთვის საუკეთესო ვარიანტი. ანუ რაც უფრო მეტი ბანკი და ინსტიტუტი იყოს მონაწილეობს ამ პროცესში, მე ვფიქრობ, უფრო უკეთესი იქნება კონკრეტული სასწავლებლების აი რა ხშირად ფინანსდებოდა თქვენთან? ეხლა ბატონი დავითი ბრძანებდა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდიოდა თითქმის 1% მხოლოდ გაცემული სესხების. ეს შეგიძლიათ დაადასტუროთ რა ენთუზიაზმით უდგებოდნენ ბანკები ამ სექტორს? ეს რეალობა ფაქტიურად შეიძლება ითქვას დაახლოებით ალბათ ყველაზე უფრო მცირე პროცენტულად რო ვთქვათ, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით საბანკო საკრედიტო პორტფელში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნაკლები პროცენტული დაფინანსება მოდიოდა სოფლის მეურნეობაზე. ამას თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნდა, გამომდინარე იმ რისკებიდან გამომდინარე, მაგრამ დღევანდელ დღეს, როდესაც სოფლის მეურნეობა ხდება სტრატეგიული დარგი და სტრატეგიული ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკისათვის, აქედან გამომდინარე, ალბათ ბანკების აქტიურობა უფრო მეტი იქნება. თქვენთვის ეს საინტერესო პროექტია და ეს შესაძლოა გახდეს თქვენი ბიზნესის ერთ-ერთი ახალი წყარო, საბანკო ბიზნესის. ეს მაინც არის რაღაცა ტიპის ქველმოქმედება თქვენგან, რა თქმა უნდა პროცენტი გულისხმობს უკვე რომ თქვენ მოგება გაქვთ, მაგრამ ეს მაინც ბიზნესზე გათვლილია თქვენთვის თუ იღებთ მონაწილეობას სახელმწიფო პროექტში, რომელსაც თვლით რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. სერიოზულად რო თქვა, ამაში არის ბიზნეს ინტერესი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვითვალისწინებთ იმას, რომ სოფლის მეურნეობა არის სტრატეგიული დარგი და არსებობს ხა კარგი მაგალითებიც არსებობს, მაგალითად ჩვენ ბანკს და კიდევ რამდენიმე ბანკს 2012 წელს ქონდა საკრედიტო ხაზები გახსნილი, მაგალითად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან ის რესურსები ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა სოფლის მეურნეობაში, ანუ აქედან გამომდინარე რაღაც გამოცდილება დაგროვილი გვაქვს. აქ ვთქვით რომ არის 3 კატეგორია, თქვათ 5,000 ლარიანი, ესე იგი როგორ ქვია ამას ზუსტად, ეს არის სასაქონლო განვადება, პირველი კატეგორია. აი რა შემთხვევაში შეიძლება უთხრათ უარი კონკრეტულ ფერმერს, მოვიდა ადამიანი პირველად თქვათ ბანკში, არასდროს არ ქონია მსგავსი შეხება ბანკთან, ბევრი იქნება ალბათ ასეთი და დაბნეული დადის ბანკის დერეფნებში და ეძებს გამოსავალ სად მივიდეს, ვის მიმართოს და რა შემთხვევაში შეიძლება მან მიიღოს უარი შეგიძლიათ? პირველ კომპონენტში ჩვენ მონაწილეობთ TBC ბანკი ამ შემთხვევაში ირიბად, ანუ კონსტანტა ბანკის საშუალებით. გამომდინარე იქით, რომ კონსტანტა ბანკს ძირითადად ფილიალების ქსელი გახსნილი აქვს უფრო რაიონებში და ვთქვათ სოფლებში, აქედან გამომდინარე უფრო ეფექტური იქნებოდა განთავსება გაგვეკეთებინა კონსტანტა ბანკის საშუალებით. გეგმები აი დღეს ქონდა ამაზე საუბრები, საკმაოდ ამბიციური გვაქვს. ანუ ის თუ წარიმართა ის პროცესები ისე როგორც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, ჩვენ ვფიქრობთ დაახლოებით მარტო პირველ კომპონენტში კონსტანტა ბანკმა უნდა შეძლოს 12-დან 15 მილიონის განთავსება. ანუ აქ იგულისხმება რომ მთავარი მოთხოვნა ალბათ იქნება გამოცდილება, ანუ ამ ადამიანებს, რომლებიც გააკეთებენ სესხზე განაცხადს, უნდა ქონდეთ გამოცდილება, ეს იქნება პირველი კრიტერიუმი. გამოცდილებას როგორ დაუდგენთ? მას უნდა ქონდეს მიწა, რომელსაც ამუშავებს სისტემატიურად, თუ რაიმე საბუთი უნდა მოგიტანოთ ამის დამადასტურებლად? რა თქმა უნდა, ბანკი უნდა დარწმუნდეს და ამაზე კარგია ის, რომ
კონსტანტა ბანკი დღეს არ იწყებს ამაზე მუშაობას. შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსება ამ ბანკს დაწყებულია ბოლოს 3-4 წლის განმავლობაში და გააჩნიათ თავისი ნოუ-ჰაუ, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი განხორციელდეს. მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ სოფლების მიხედვით, ბანკს აქვს თავისი წარმომადგენლები, რომლებიც არიან ამავე დროს ამ სოფლების მაცხოვრებლები და მათთან ხდება რეკომენდაციების აღება. რეკომენდაციების საფუძველზე გაცილებით მარტივად შეიძლება დაადგინოთ, თქვათ ესა თუ ის ფერმერი მართლა ამუშავებს ამიწას, მართლა გულმოდგინებით ეკიდება თუ არა ამ საქმეს და თქვათ ბოლო წლებში რამდენად აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობა. ვისაც არ ქონია გამოცდილება და დღეს უნდა რომ ამ თემით დაკავდეს, მან როგორ უნდა მიიღოს რომელიმე კატეგორიის სესხი ვთქვათ, მოეწონა ვინმეს, ვინც ახლა ზის ტელეეკრანთან და გადაწყვიტა, რომ რომელიმე კომპონენტში ჩაჯდეს, ვთქვათ, მეორე კომპონენტში. და არასდროს ქონია დამუშავებული მიწა და საერთოდ სოფელში ახლა აპირებს წასვლას. მან რა უნდა გააკეთოს? ამ შემთხვევაში ალბათ საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილება იქნება, ტელევიზიით რომ გაიგეთ, რომ სოფლის მეურნეობაში სესხები გაიცემათ და იდეის დონეზე რომ დაგიბადება, რომ სესხი ის კარგი იქნება, მეც დავკავდი ამით, რა თქმა უნდა, იდეა კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი შეიცავს საკმაოდ დიდ რისკებს. სესხი ყოველთვის არის ერთი მხრივ ძალიან კარგი თუ კარგად არის დაგეგმილი და სწორად მოხდება ათვისება, მაგრამ მეორე მხრივ საკმაოდ რისკის შემცველი, რამდენადაც აუცილებლად რაღაც ქირავნობა მოითხოვება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი დღეს იღებს გადაწყვეტილებას, რომ ის სოფლის მეურნეობაში რაღაც გაკეთება უნდა, სასურველია, რომ ჩვენ ანალიზი გავაკეთოთ მისი არსებული ბიზნესებიდან, ჩვენ დავერტყმოთ მის გამოცდილებას სხვა ბიზნესში და თუ დავინახავთ, რომ გამოცდილება გააჩნია, ამაზე დაყრდნობით ვიფიქროთ ახალი ბიზნესის დაფინანსება, სოფლის მეურნეობის დაფინანსება. ქავატონ ნინო, ფერმერთა ასოციაციას ხელმძღვანელობთ, თქვენ რამდენად საინტერესოა ეს პროექტი ფერმერებისთვის და ახალი არის ამაში რაიმე სიახლე, თუ ეს კრედიტები არსებობდა ისედაც და თუ კი კარგი და წარმატებული ბიზნეს პროექტი იქნებოდა, ვთქვათ, ბანკებისთვის წარდგენილი, შესაძლო იყო მიიღო, ვთქვათ, დაფინანსება ნებისმიერ მოქალაქეს. გესალმებით, ნინო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის, ეს უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ფერმერს მცირე საშუალოს და მსხვილ ფერმერს მიეცა საშუალება აიღოს იაფის სესხი, რაც ძალიან კარგი წამოწყება არის სახელმწიფოს მხრიდან. ვფიქრობ, რომ დაინტერესება დიდი იქნება ჩვენი ფერმერი ასოციაციის წევრი ფერმერების მიერაც. ვფიქრობ, რომ იქნება რამოდენ ხარვეზებით შესაძლებელია იყოს, იმიტომ რადგან ეს არის ახალი, ეხლა ეყრება ამას საფუძველი, გარკვეულ ბანკებს აქვთ როგორც ბრძანის გამოცდილება, მაგრამ არიან ბანკები, რომლებიც ეხლა იწყებენ ამ კომპონენტზე მუშაობას და ვფიქრობ, მივესალმები იმ ფაქტს, რომ სოფლის მეურნეობის დარგი და კომპონენტი გახდა უკვე ბანკებისთვისაც საინტერესო. ვფიქრობ, რომ ყველა ფერმერი დაინტერესდება, რადგანაც ეს სამივე კომპონენტი მორგებულია ყველა ფერმერზე, მცირეზე, საშუალოზე და მსხვილზე და რადგან ეს პირველი ნაბიჯები გადაიდგა, შემდგომში უკვე ვნახავთ, როგორ იქნება ამის წარმართვა, რამდენად ლოიალური იქნება ბანკი დამწყები ფერმერისთვის და უკვე არსებული ფერმერისთვის და რამდენად მარტივად შეძლებენ ისინი ამ სესხების აღებას. თუმცა აქაც დავაკონკრეტებ, რომ ეს დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ბანკებისაც გასაგებია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიგოთ ფერმერების მხარეც და ვფიქრობ, რომ ერთობლივი მუშაობით კარგ შედეგს მივიღებთ. ხავდო ნინო, რა სირთულეებს, რისკები ახსენეთ თქვენ და რისკებს ელით? მაგალითად რისკი შეიძლება იყოს გამოწვეული კლიმატური პირობებიდან, შეიძლება იყოს არასწორი გათვლებიდან, ფერმერების მოლოდინი იყოს დიდი და ვერ მიიღონ ის, რაც სჭირდებათან, თუნდაც ის მოლოდინები, რომლებიც ფერმერებს აქვთ, ვიღაც დაუწერს ბიზნეს გეგმას, ამ ბიზნეს გეგმით წარდგებიან ისინი ბანკთან. აქ უნდა გავმიჯნოთ ერთი ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის კომპონენტი არის გრძელვადიანი, ეს არ არის მოკლევადიანი. შესაბამისად, ამას სჭირდება ძალიან კარგი დამუშავება. ვეთანხმებ იმ ფაქტს, რომ თუ ადამიანს არ აქვს დაწყებული და დღეს გაიგო იაფის სესხის ტელევიზიით იაფის სესხის საშუალება და ეხლა იწყებს სოფლის მეურნეობის, თქვა, სათავეში ჩადგომას და უნდა მისი წვლილი შეიტანოს, ეს შეიძლება არასწორი ნაბიჯი იყოს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჭირდება უფრო მჭიდრო კავშირი ბანკებთანაც, ასოციაციასთანაც. აი, ასოციაციას აქვს რაიმე იურიდიული კონსულტაცია მსგავსი შემთხვევებისთვის, ვთქვათ, მართლაც კიდევ ვუბრუნდები, ვთქვათ, ადამიანს, ვინც არასდროს ყოფილა შეხებაში ბანკთან და ასეთ სავარაუდოდ ბევრი იქნება. თქვენ ასოციაციას მაგალითად შეუძლია, რომ კონსულტაცია გაუწიონ მსგავსი ტიპის მომხმარებლებს?
შეგვიძლია მხოლოდ კონსულტაცია გავუწიოთ და ვურჩიოთ რა არის სწორი მიმართულება ჩვენ ბიზნეს გეგმების დაწერაში ვერ დავეხმარებით, თუმცა კი მოვიძიებთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც შეძლებენ მათ ხელი გაუმართონ და მათთვის შეხავათიან ფასებში დაეხმარონ მათ ბიზნეს გეგმების დაწერაში. გასაგებია, ბატონ ლაშა, თქვენ ექსპერტის სტატუსით ბრძანდებით ჩვენს ეთერში აი ამ თემით რომ გადმოვიდეს სწორედ რაც ხალბატონ ნინოსთან დავასრულეთ ეს წუთია ექსპერტიზა და წინასწარი, ასე ვთქვათ, რჩევები, ვინ შეიძლება გასცეს მსურველებისთვის, ვის მიაკითხონ დაინტერესებულმა ადამიანებმა, რამდენად არის ბაზარზე ასეთი ტიპის ორგანიზაციები. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას და დიდი მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რამდენიმე გარემოება, რაც ამ პროგრამას უკავშირდება თავად. პირველ რიგში იქ რომ აქ აღინიშნა უკვე რომ სოფლის მეურნეობის დარგში მრავალი წლის განმავლობაში სახსრები ფულადი დიდი რაოდენობით არ მიმართებოდა და გარდა ამისა საკმაოდ ძვირი იყო ის სახსრები, რაც ამ სფეროში ბანკების მეშვეობით იყო გათვალისწინებული და გამიზნული. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა საბოლოო ჯამში თავისი მასშტაბით და საქმიანობის ფართო სპექტრით, ასევე იმ ფაქტით, რომ ბანკებსაც თავად აქვთ არჩევანის დიდი თავისუფლება დააფინანსონ ის საქმიანობა, რაც მათ სურთ, საკმაოდ დადებით ინიციატივა შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ამავე დროს უნდა გათვალისწინებული იყოს რამდენიმე გარემოება, კერძოდ ის, რომ მთელი ეს დარგი სოფლის მეურნეობის ამ მთელი დაახლოებით 15-17 წლის განმავლობაში სტაგნაციას განიცდის და აქედან გამომდინარე პრობლემები საკმაოდ დიდია და მასშტაბური დაგროვილი. პირველ რიგში აღნიშნავდი ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტსა და გამოცდილების არქონას. რაც თავისთავად შეიძლება ერთგვარად უარყოფითად აისახოს მთელი პროგრამის ფუნქციონირებაში, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ კვალიფიციური მოთხოვნა იმის გათვალისწინებით, რომ სახსრები საკმაოდ სერიოზული რაოდენობით მიემართება ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სფეროში და აგრეთვე ის ფაქტი, რომ სქემა სუბსიდირებისა პირობითად დავარქვათ, საკმაოდ ლიბერალური სარგებლობის საშუალებას აძლევს საბოლოოდ ბენეფიციარებს ამ შესახებისა, მაფიქრებინებს, რომ დიდი ნაწილი მათი, რომელთაც აქვთ კომერციული წარმოებისკენ ორიენტირი აღებული დაახლოებით მილიონამდე სესხმის გამოითხოვს, მათ უკვე თავად შეუძლიათ შესაბამისი ინსტრუმენტები გამოიყენონ, მათ ხელთ არის და თავად შექმნან ბიზნეს გეგმები. რაც შეეხება შედარებით უფრო წვრილ ფერმერებს, იყო როგორც დონორული პროექტების დაფინანსებით საქართველოში რამდენიმე წლის წინ, ასევე კერძოდ ბაზარზე არიან წარმოდგენილი საკონსულტაციო კომპანიები, რომელთაც შეეძლებათ შესაბამისი დახმარების გაწევა. ფიქრობ, რომ ვინაიდან პროექტი საკმარისად მასშტაბურია და იგი მოიცავს როგორც საქმიანობის ფართო სპექტრს, როგორც უკვე აღნიშნე, ასევე მრავალი დაინტერესებული პირი იქნება მასში ჩართვით დაინტერესებული და მინდა აღვნიშნო, რომ ალბათ საკონსულტაციო კომპანიებსაც, სამსახურებსაც ექნებათ შესაბამისი წამახალისებელი სტიმულები იმისთვის, რათა იმუშაონ საბოლოოდ ბენეფიციარებთან, მომხმარებლებთან და დაამუშავონ შესაბამისი ბიზნესი. თქვენ რა რისკებს ხედავთ ამ პროექტში? საბოლოო ჯამში რისკები ალბათ პროგრამის განხორციელების დაწყების შემდგომ უნდა შეფასდეს. რისკი პირველ რიგში ჩემი აზრით ის არის, რომ ეს არის უპრეცედენტო პროგრამა. მსგავსი ტიპის არაფერი არ განხორციელებულა საქართველოში. კერძოდ აღნიშნავდი ერთ ფაქტს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მხედველობაში მაქვს 2000-დან 2012 წლის ჩათვლით პერიოდი. მთელი საბანკო სექტორის პორტფელის მხოლოდ 1% მიემართებოდა სოფლის მეურნეობაში, მაშინ როცა ამ სექტორში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8% იწარმოება. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა უკაცრავად ძალიან დიდი იყოს არაკვალიფიციური მოთხოვნა, ანუ ადამიანები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფულის დეფიციტის გამო იყო შეუძლებელი მათი საქმიანობის წარმატებით განხორციელება. რაც გარკვეულწილად სინამდვილეს შეესაბამება, მაგრამ მთლიანად მართალი არ არის, ვინაიდან კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში ერთ-ერთი უმწვავესი და უმთავრესი პრობლემა დღეს არის შესაბამისი გამოცდილების, შესაბამისი ნოუ-ჰაუს და ტექნოლოგიების დეფიციტი. სწორედ აქედან გამომდინარე, თქვენ ეს უკვე ბრძანეთ, აქედან გამომდინარე გეკითხებით, თქვენ ხედავთ რეალურად ამ პროგრამის სერიოზულ პერსპექტივას? პერსპექტივას ხედავ და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველია, ასე ვთქვათ, თავისი როგორც პრეცედენტი, ასეთი პროგრამა პირველია. პერსპექტივას ხედავ იმ გარემოებაში, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს განზრახული აქვს სხვა თანამდები კომპლექსური ღონისძიებების გატარება ამ საკრედიტო დახმარებასთან ერთად. კერძოდ ხედველობაში მაქვს ის, რომ რაიონებში უკვე მე რამდენადაც ვიცი, ჩემი პოზიციიდან უკვე შეიქმნა სპეციფიკური ჯგუფები ექსტენციისა, რომლებიც ადგილზე ფერმერებს გაუწევენ კონსულტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიპოვონ და გამოიყენონ წარმატებით თანამედროვე ტექნოლოგიები. გარდა მაგისა,
გამიზნული არის სერიოზული სამუშაოების განხორციელება და ჩატარება ძირითადი სასოფლო ინფრასტრუქტურის განვითარების და რეაბილიტაციის თვალსაზრისით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვნად წაადგება თავად წარმოების განვითარებას და რისკებს, რაც შეიძლება მომავალში ასეთი ტიპის პროგრამების განხორციელებას უკავშირდებოდეს, ბევრად შეარბილებს. ახლა ჩვენ Facebook-ის პოლიტმეტრის გვერდს ვუყურებ ბატონ დავით, როგორ შეძლებს გლეხი 6 თვეში 5,000 ლარის უკან ბანკისთვის დაბრუნებას ამ პერიოდის განმავლობაში რა საქმიანობა უნდა აწარმოოს გლეხმა რომ ეს უკან დააბრუნოს, გვეკითხება ერთ-ერთი ჩვენი მაყურებელი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რეალურია სოფელში 5,000 მაინც და მაინც 5,000 ყველაზე მცირე რაც გვაქვს თქვენ შეთავაზებული კრედიტი, სათესლე მასალის აღება, პესტიციდის აღება, ანუ ცენთა დაცვის პრეპარატის აღება იმ წარმოებაში ჩართო, რომელსაც ეს ადამიანები ასე თუ ისე მაინც იღებდნენ და იხდიდნენ ძალიან დიდ საპროცენტო განაკვეთს. საპროცენტო განაკვეთი იყო შემთხვევები, როდესაც წლიური 30%-ს აღემატებოდა, ზოგჯერ უფრო მეტიც იყო. ეხლა ეს პროცენტის გარეშეა. ანუ ეს იმის გაადვილება, რასაც აკეთებდნენ. თქმა უნდა, როდესაც ადამიანი მივა და ითხოვს, იმას ნაფიქრი აქვს იმისა, რომ ეს როგორ უნდა გადაიხადოს. ჩვენ ინსტრუმენტს ვთავაზობ თუ როგორ უნდა მოახერხოს მან ამის აღება. ეს დასაწყისია მხოლოდ. მე არ გამოვიცხავ, რომ შემდეგ ეტაპზე ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაიხვეწოს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ბანკისთვის მცირედი გამონაკლისის გარდა და მიკროსაფინანსოების გამონაკლისის გარდა ეს სიახლეა. ისე როგორც აქეთ არის სიახლე, რომ ესეთი რამე არ ქონიათ შეთავაზებული ფერმერს. ესეთი რამე არ ქონიათ ასევე გაკეთებული აქამდე, იმიტომ რომ არ იყო ეს ინსტრუმენტი. ამას თავისით არც არავინ გააკეთებდა, რომ არ შექმნილიყო ეს ფონდი. რომ არ გაკეთებულიყო ის საგაზაფხულო ძალიან დიდი და ფართომასშტაბიანი დახმარება მცირე ფერმერებისთვის. ისე რომ მას ყველაფერი კომპლექსში და დამატებული ის, რაც ბატონ მალაშემ აღნიშნა, რაც კეთდება ცალკე კიდევ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. ეს არის საირიგაციო ქსელების აღდგენა, დრენაჟის აღდგენა, ამიტომ რომ მე დარწმუნებულია, როდესაც ბანკი მიიღებს განაცხადს, სულ სხვადასხვანაირად შეაფასებს იმ ნაკვეთზე, სადაც წყალი არის და იმ ნაკვეთზე, სადაც ჯერჯერობით წყალი არ არის, რისკები იქნება სხვადასხვა და ეს ბუნებრივია. დავით, მოდელი გასაგებია საქართველოში არასოდეს არ ყოფილა ამის, ეს არის ნოუ-ჰაუ, ეხა იწყება შესაბამისად იქნება რისკებიც, პრობლემებიც, მაგრამ არსებობს რომელიმე თქვენთვის სამაგალითო ქვეყანა, სადაც ამ მოდელმა კარგად იმუშავა და მოგცეთ შედეგი გრძელვადაში, მაგალითად. ყველაზე ისეთი კარგი მაგალითი გახლავთ პოლონეთი. პოლონეთის კოოპერაციული ბანკის ხელმძღვანელი გახლავთ რამდენიმე დღეს წინ საქართველოში და შეხვედრები ჰქონდა სამინისტროში, ჩემს მოადგილესაც შეხვდა. და მან აღნიშნა, რომ ეს არის სწორედ ის, რაც პოლონეთის ხელისუფლება აკეთებდა ევროკავშირის შესვლამდე და ეს არის ის, რამაც იმუშავა ზუსტად იქ. ყველა სხვა მექანიზმთან შედარებით უკეთ. და ის რომ ეს მექანიზმი იმუშავებს და მუშაობს, ხო მარტო ეს არა, კიდე გემოთ ეს კომპლექსურია, ჩვენ როს განყენებულად განვიხილდოთ და სხვა არაფერი კეთდებოდეს, მაშინ სხვა არის. ამის დასტური არის ხალხის რეაქცია. ამის დასტური არის ის უკვე პოზიტიური ცვლილებები, რომელსაც მე ძალიან უფრო ბერსველი კიდევ წინ, მაგრამ მე გეტყვით რამოდენიმე მაგალითს. მაგალითად, გუშინ მეთხეს ჩვენმა ადგილობრივმა სტრუქტურებმა, რომელიც მუშაობენ კახეთში დღეს, რომ რამოდენიმე ოჯახი, რომელიც წასულიყო საზღვარგარეთ, სამუშაოდ დაბრუნდნენ და დაიწყეს თავიანთი ფართობების დამუშავება. ერთი რამე გაითვალისწინეთ, ჩვენ ვიწყებთ და აუდიენცია, ჩვენი აუდიტორია ბენეფიციართა რიცხვი 700,000-ზე მეტია. 700,000 ადამიანის დასათვლად არის. მარტო გამარჯობა რომ უთხრათ, 3 თვე-ნახევარი გვინდა რომ ვესაუბროთ. ყველას კარებზე უნდა მივიდეს ტრაქტორი, ყველასთან უნდა ჩატარდეს ხვნის პროცესი, ყველას უნდა მიეცეს ბარათი. იყო პრობლემები ჭირდება ბერსოდან გაზაფხულია. ისეთ რა სეზონი მინდის გაზაფხული აქ არის, წალკაში ჯერ არ დაგვიწყი, ახალქალაქში არ დაგვიწყი, წყაზბეგში ჯერ არ დაგვიწყი, ეს დროში ეგ არის ერთის მხრივ საქართველოს მიმზიდველობა რომ ამის საშუალებას გვაძლევს ამის ვარირების. კლემატზეა დამოკიდებული, 2 კვირა გაჩერებული იყო წვიმის გამო, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს არის დასაწყისი და ეს ადამიანები, რომელიც უკან დაბრუნდნენ, ეს არის იმედი, იმიტომ რომ ამათმა იგზნეს ერთი რამ თავარი, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათგან პირველ რიგში წამოვიდა სითბო და მოვიდა ის სიყვარული, რომელიც ამათ დააკლდათ. შემდეგ არის ეს დახმარება, შემდეგ არის მეკვერცხული ქათამი. პირველ რიგში ადამიანებმა იგდეს, რომ ისინი ისეთივე ადამიანებად ითვლებიან, როგორც დანარჩენები, ჩვენი საზოგადოების წევრები. დარწმუნებული და მეთანხმებით არ ეყოფა ამ ამბავს. როგორ ეყოფა? ამდენი ასასქვენის მე ახლა აი ეს კიდევ ვიმეორებ, ეს არის საშუალების მიცემა, რაც შეეხება დახმარება ყველასთვის, აი ეს გახლავთ საგაზაფხულო ხვნის პროგრამა, რომელიც როგორც მოგახსენეთ, 700,000 გადაცდა ბენეფიციართა რიცხვი. დამატებით ისიებით მარტო აღმოსავლეთ საქართველოსდან 103,000
თქვენ დაამატეთ ამის დაფინანსება 100,000 იყო და 200 მილიონი არის უკვე დღეს ამის 103,000 ადამიანი დაემატა, რომელიც გამორჩენილი იყო ზოგადად, რის გამო კახეთში მაგალითად რამოდენიმე სოფელი იყო გამოტოვებული მთლიანად. ეხლა ეს ყველაფერი რეგულირდება, გვარდება, წესრიგდება, მიდის, რაც თავარია, კიდევ გემერეთ, ეს არის პოლიტიკის ცვლილება. პოლიტიკის ცვლილება ადამიანებს საშუალება ეძლევათ, რომ იმუშაონ. მე ერთი რამე მინდა ვთქვა კიდევ ხაზგასმით, რომ ეს თავის შედეგს აუცილებლად მოიტანს. თავის შედეგს აუცილებლად მოიტანს და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება, ეს არის გრძელვადიანი სტრატეგიის პირველი ნაბიჯები. ეს არის ის ყურადღება, რომელიც ბრუნდება, რაც გითხარით, ყველა იმ კომპონენტის ჩართვით, რაც ჭირდება სოფლის მეურნეობას, რომ სისტემა შეიქმნას, რომ ამ ადამიანმა იმუშაოს, რომ სისტემა არ იყოს დამოკიდებული, რომ წავიდა მთავრობა, მოვიდა მთავრობა, სისტემა შეიცვალა, სისტემა უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მიწასთან არის მიბული და მუშაობს და ფიქრობს. დღეს მან მართლა მინდა გულწრფელად ურჩიო, რომ ყველაზე დიდი საგანძური, რაც მათ გააჩნიათ, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის მიწა, რომელზეც ისინი შრომობენ. ეს არის მიწა, რომელიც ჩვენ ამ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ალბათ თუ კარგად დღემდე მოვიდა. რომ დღეს აი ამ ყველაფერი პროცესების ჩართვის მერე ცოტა უფრო მეტად დაფიქრდნენ, ვიდრე ფიქრობენ მიწის გაყიდვაზე. იმიტომ რომ ეს არის საშუალება იმისა, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი შრომით შედეგი მიიღონ. ეს საშუალება მათ არ ჰქონდათ. ნამდვილად არ ჰქონდათ. არსებობს მსოფლიოს გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლისმერების საერთაშორისო ორგანიზაცია. ის აკეთებს ინდექსს. ეს არის საკვები პროდუქტების წარმოების ინდექსი ერთსულ მოსახლეზე გადათვლით. 2003 წლიდან დღემდე